გუშინ მოვიდა 70 კაცი აქ პოლიციელები. ჩვენ დაგვირეკესო ეს არისო სახელმწიფო საკუთრება და განთავისუფლება ფარტი. всё, ჩვენ ამიღებთ განაწყვეტილი გვაქვს ჩვენს კრაუტებს დავდგამთ გარეთ, აი ამას მათავს, მაწვიმს ფეხებზე მიდია, ამას დავიჭვენ გზაზე იქ დავიძინებ. მე ადგილობრივი ვარ და სამშვილდთან ერთად ცხოვრობ. სახლიდან გასახლება მოხდა იქ, მამიდამ წაართვა ბავშვებს სახლი და შემოვედი იმის დახმარებით, რომ სამართლოში მოვედი სამივე შვილთან ერთად და სადაც არისო ადგილი ცარიელიო, იქ შევზანდიო და მაშინ სამართლოში დამეხმარნენ, ისე შემომიყვანეს. ახლა გასახლებას უნდა წავიდე სამშვილდთან ერთად. მარტო ვარ ქუჩაში. ბინა ვისაც აქვს, ისიც დააკმაყოფილეს და ჩვენ დავრჩით უბინეთ ყველა. ანუ თქვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ზუგდიდში იწყოთ ბინას. ზუგდიდში. აი ის შევთავაზეს ჩვენ პირველად და აი ის გვინდა ჩვენ ბოლომდე. სხვაგან თქვენ რაც არ უნდა სოფელი შემთხვევაში არა, ზუგდიდში გვინდა. მითხეს რომ გაგკრითო, რაზე უნდა გაყარონ, თუ რამე შეიძლება გაგვაჩერონ და რაღაცები რო დაკვირდნენ, ესო ტყუილი გამოვიდა. სინამდვილეში მატყუარები არიან. და რა იქნება რომ დროებით მაინც რო გაგვაჩერონ. ბავშვები წობები ხო არიან, 3 ბავშვი მაქვს. ახლა ისე ლაპარაკობენ ფოცხო კომბერიო. გაუშვან ისინი თუ უნდა თავიანთი ოჯახის პატრონები და გააჩერონ იქ თუ არის კარგი. იქაც რა ადგილი იქაც.